ნიშნავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ასეთია და ამას ცდილობს ქვეყნისთვის. მაგრამ ერთი ამინდა გითხრათ თქვენ. აი ასეთია ჩვენი ცხოვრება, რომ ხშირად ადამიანი მძიმედ ხდება ავად, ხო? მეც ჩემს ოჯახში გავამიცდია ეს. მეც მქონია ის როგორ ჭამს ის შინაგან შიში, რა იქნება, როგორ გავუკლავდებით ამას, ეს მე ჩემთვის ნაცნობია, ხო? ვიც არ მქონია. ხანდახან მძიმეა ეს დაავადება, ხანდახან მსუბუქია, მაგრამ მე მინდა განსაკუთრებით ეს რასაც ახლა ვიტყვი, აი, ვისაც აღმოაჩნდება რაღაც ისეთი სერიოზული დაავადება, გახსოვდეთ ერთი რამ. აი მინდა წერილი აი ამას გვიხსნის. მინდა წერილში არის ჩადებული ეს ისტორია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ სნეულება ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან ჩვენ ღმერთის ხალხი ვართ. გასმით? აი, მე მადლობა მინდა შევწირო ღმერთს, რომ ჩვენ სამრევლოში ბევრი ადამიანი იყო მძიმე თავად. და ყველა განიკურნა. ყველა და ლოცულობდით ყველა მათთვის და ყველაზე ღმერთმა მოიღო წყალობა და ყველა განიკურნა. გასმით? აი არ მინდა ხომ ეს თქვა, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად საიდუმლოსავით მაქვს მეც გულში და თქვენს კორონამ ისე გაიარა, ჩვენ სამრევლოში არავინ არ გარდაცვლილა. გასმით? აი წყალობა არის მორწმუნე ხალხზე ღმერთისგან. გასმით? ხომ გახსოვთ ის წლები? ჩვენ სამრევლოში არავის არ შეხებია. რამოდენიმე ადამიანი იყო მძიმე თავად, მაგრამ გადარჩა. არავის არ მოხდა ის მსახრალი ხელის სიკვდილის, როგორც ამბობენ. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ როცა ავად ხართ, ეს ჩვენ შინაგანად ღრნის ეს შიში, ხომ? რა იქნება? როგორ დამთავრდება ჩემი ცხოვრება? როგორ გაგრძელდება? ან მოვერევი? ხო, ეს შიში ყოველთვის ღრნის, მაგრამ გახსოვდეთ, აი რასაც მე ახლა თქვენ გეტყვით. პეტრე მოციქული, როდესაც ქრისტეს დაემოწაფა, ალბათ ცოტათი ახალგაზრდა იქნებოდა ქრისტესზე, ხო? ქრისტე იყო 30 წლის, პეტრე, იოანე და იაკობი ესენი იქნებოდნენ ალბათ 25-24 წლის ახალგაზრდა კაცები, ხო ასე? და როდესაც ქრისტე საიდუმლო სერობა ქრისტეს მეორე დღეს ჯვარს უნდა ეცვას, ხო გახსოვთ ეს ადგილი, ეს მომენტი. და ქრისტე ეუბნება, რომ მე სადაც მივდივარ, თქვენ იქ ვერ წამოხვალთ ახლა, ხო? ხო გახსოვთ ეს ადგილი. და პეტრე რას ეუბნება მას? რას ქვია ვერ წამოვალ? სულს დავდებ შემთთვის. და ქრისტე ეუბნება, რომ არა, ახლა არა. მოვა დრო და გამომყვები, მაგრამ ახლა არა. ანუ რას ეუბნება, რომ ჩემს სიკვდილში მოვა დრო და გამომყვები, მაგრამ ახლა არა. იოანეს სახარება რომ თავდება, გახსოვთ ეს ბოლო თავი იოანეს სახარების, როცა შეხვედრა აღწერილი, გვერდით აღმდგარია ქრისტე და მის მოციქულებს გამოეცხადება და პეტრე სამჯერ ეკითხება, გიყვარვა არ მე სიმონ იუდასო, ხო იონასძეო, ხო გახსოვთ ეს? სიმონ იონას გიყვარდა, პეტრე სამჯერ უდასტურებს სიყვარულს იმ სამი ღალატის მაგივრად და შემდეგ ქრისტე ეუბნება ასეთ სიტყვებს. ჭეშმარიტად გეუბნები შენ. სანამ იყავი ახალგაზრდა, კამარს შემოერტყავდი ხოლმე და მიდიოდი სადაც გინდოდა, ხოლო როცა დაბერდები, სხვა ხელებს გაიწვდი, სხვა მოგახვევს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. ხელებს გაიწვდი და ხელებზე მოგაბამენ საბელს, რას ნიშნავს, რომ პატიმრები რომ იყავდათ ხოლმე სიკვდილის დასაჯელად, ხო? წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. ანუ ამითი აუწყებდა, როგორი სიკვდილით მოკვდებოდა პეტრე სიცოცხლის ბოლოს. მაგრამ ასე როცა დაბერდები, ხო? ამას ეუბნება, ხო? შემდეგ პეტრე ამ დროს ამდენი წლისაა, ახალგაზრდა, ხო? ალბათ იქნებოდა რაღაც 30-მდე, ჯერ არ არის მოხუცი, ხო? შემდეგ ხდება ასეთი რამ მოციქულთა საქმეშია ეს, რომ ქრისტე უკვე ჯვარს ეცვა, აღდგამყუდრეთი და ამაღლდაზეცად და მეორე წელია, აღდგომის შემდეგი წელია. პეტრე ისევ ახალგაზრდა კაცია. და წერია იმ ხანად მეფე ჰეროდემ ბოროტის ძრახვით ხელი აღმართა ზოგიერთ წევრზე და მოკლა იაკობი იოანეს ძმა ხმლით. დაიწყეს მოციქულთა დახოცვა ჰეროდემ. რომ დაინახა ჰეროდემ, რომ იუდეველებს ესე სიამოვნათო, რაქნა პეტრე შეიპყრო და საპყრობილეში ჩააგდო და ფიქრობდა, რომ დღესასწაულის შემდეგ გამოეყვანა და მიეცა ხალხისთვის, რომ მოეკლა პეტრეც. სიკვდილით დაეშევა პეტრეს. პეტრე მიცის და თან უკვე დევნაა დაწყებული ქრისტიანთა საშინელი ისრაელში, იერუსალიმში. და როცა შეიპყრო, საპყრობილეში ჩააგდო ის და მეომართა 4 ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა
პასექის შემდეგ ხალხისთვის გამოეყვანა იგი, ასე რომ პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ხოლო ეკლესია გულმოდგინად ლოცულობდა მისთვის ღმრთის მიმართ. და როცა ჰეროდე მისი გამოყვანა დააპირა, იმ ღამეს პეტრეს ორ მეომარ შორის ეძინა ორმაგი ჯაჭვით შეკრულს და კართან მდგარი მცველები დარაჯობდნენ საპყრობილეს. და დაცვა უყენია პეტრეს, რომ მეორე დღეს უნდა სიკვდილი დასაჯონ, იმიტომ რომ გაახარონ იუდეველები. თან ის მაშინ სამართალი კი არ იყო ასეთი დღეს რომ არის რომ გაგრძელდება სამართალი. არა, პირდაპირ ჰეროდემ ბრძანა რომ დასაჯენ სიკვდილით და გამოიყვანენ და გაიხარებს ეს მისი მტრები იუდეველები რომ პეტრეს სიკვდილით დასჯიან. ჯვარსაც უავენ ალბათ, ხო? და წარმოიდგინეთ საოცარი რა არის ახლა? რა არის ამ მომენტში საოცარი? პეტრეს მშვიდად ძინავს, ორმაგი ჯაჭვი აქვს მოჭერილი თანზე, მეომრები უდგანან და იმ ღამეს მშვიდად ღრმად ძინავს პეტრეს. მშვიდად როდის იძინებს კაცი? როცა არ ეშინია. პეტრე მიცის რომ მას ქრისტემ უთხრა რომ როცა დაბერდები, მაშინ მოკვდები. მანამდე ხელს ვერ გახლებს ვერავი. ეს პეტრე ხო იცის, მე ხოლმე წაგიკითხეთ რომ როცა დაბერდები, მაშინ წაგიყვანენ სასიკვდილოდ იქ, როცა საჩენ არ გინდა. და აი ამ სიკვდილის წინა ღამეს, აი ამ იმაში წევს პეტრე და ღრმად ძინავს. რადგან იცის რომ ჯერ მისი სიკვდილის დრო არ მოსულა, რადგან ღმერთმა ასე თქვა. და მართლაც იმ ღამეს სასწაული ხდება, ანგელოზი ჩამოდის ზეციდან და აღებს კარებს, საპყრობილის კარებს და გამოდის პეტრე და მიდის თავის სახლისკენ და როაკაკუნებს კარებზე გაოგნებულები ეკლესია ლოცულობს იმ სახლში სადღაც იმ ღამეს რომ პეტრე იცის რომ ბერდროს უნდა დასაჯონ სიკვდილი და ვერ იჯერებენ რომ პეტრე დგას კარებთან დაობენ რომ ალბათ მისი ანგელოზი იქნებაო და გააღებენ და პეტრე დგას თავისუფალ. გესმით? აი რატომ მოუყევი ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ჩვენ პეტრეს კი უთხრა რომ როცა დაბერდები მაშინ მოკვდებიო, მაგრამ ჩვენ რა გითხრა ქრისტემ? რატომ არ უნდა გვეშინოდეს სნეულების? აი რა გითხრა ჩვენ? ნახეთ, ეს არის იოანეს სახარებაში, რომ იოანეს სახარების მე-7 თავშია, რომ ამიტომაც გეუბნები თქვენ უფალი ამბობს იესო ქრისტე. ვერავინ მოვა ჩემთან, თუ კი მამა ჩემი ზეციერი არ მოიყვანს მას ჩემთან. ანუ ქრისტე ამბობს რომ ვინც ჩემი მორწმუნე გახდა, იცოდეთ რომ ღრეციურმა მამა ღმერთმა მოიყვანა ის ჩემთან. და შემდეგ მე-10 თავში ამბობს, მამა ჩემი, რომელმაც მომცა მე ისინი, ანუ ის ადამიანები, ყველაზე დიდია და ვერავინ წამართმევს მათ მამის ჩემის ხელიდან. გესმით? მამა ჩემმა მომცა ჩემი მორწმუნეები მე, ჩემი ხალხია, ჩემ ხელში არიან და მამის ხელში არიან ისინი და ვერავის არავის შეუძლია რომ წამართვას მე ისინი ჩემი ხელიდან. აი ეს უნდა გვახსოვდეს, როცა რაღაცა სნეულება გვაქვს, ან ავატყოფობა, ან შიში, ქრისტესი ვინც არის, იცოდეთ რომ მის თავს ახსოვდება მხოლოდ საუკეთესო ნება. მხოლოდ ღმერთის ნება იქნება მის თავს, რომელიც საუკეთესოა. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეეშინდეს ადამიანს. ვერავინ წამართმევს მას ჩემი ხელიდან, ნიშნავს რომ ვერც სნეულება, ვერც დაბრკოლება, ვერც განსაცდელი, ვერც მტერი, ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი სულების და ჩვენი სხეულების და ხორცის და სიცოცხლის გამოტაცებას ქრისტეს ხელიდან. გესმით? ამიტომ თუ ჩდება ხანდახან სნეულება, უნდა დავამარცხოთ ის. ღვთის მადლით, რწმენით, აი ლოცვით, კრებულმა უნდა ილოცოს, ჩვენ უნდა ვილოცოთ და უნდა ეს განსაცდელი დავამარცხოთ იმის გამო, რომ ჩვენს თავზე გამოჩნდეს ღმერთის დიდება. აი მე ხო თქვი ჩვენს სამრევლოში ბევრი იყო ავად და ყველა განიკურნა. და მე დარწმუნ მე ვიცი რომ ღმერთის დიდება რო გამოჩენილიყო, იმიტომ განიკურნა ის ხალხი. მათაც მოემატათ რწმენა, ჩვენც მოგვემატა რწმენა, რომ აი ლოცვა შეისმინა ღმერთმა და ყველა გადარჩა და განიკურნა. აი და არ შეგვეშინდეს ამის. მე ვიცი ეს რაც არის, მე თვითონაც გამოცდილი მაქვს, მე ვიცი ეს რაც არის და აი ეს როცა დაგვიწყებ შინაგანად ის ჭიაღრნას, რომ რა იქნება, მოვერევი კი, როგორ გაგრძელდება, შევძლებ კი, იცოდეთ რომ აუცილებლად, რადგან ქრისტეს ხელია თქვენს თავზე, ღმერთის ხელია თქვენს თავზე და ვერავინ წაართმევს მას ჩვენს სიცოცხლეს ხელიდან. დასასრული იქნება არგი, ღვთაებრივი, რადგან ღმერთის ხელში ვარ ჩვენს ყველანი. მე ეს წამს
თქვენს წამს და ამ მსმენით ვიცხოვროთ და ვილოცოთ ერთმანეთს, როცა გავიგებთ, რომ მე ავად არის. შეგვეციოს ღმერთი ყველას და აკურთხოს ჩვენი სიცოცხლე. ამინ.